სოფლიოს გარშემო ასობით ათასი მორწმუნე ვატიკანში. ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასწრებას ელისს, მათ შორის იქნებიან სახელმწიფო მეთაურები და სამეფო ოჯახის წევრებიც. დასწრება დაადასტურეს პრინცმა უილიამმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ესპანეთის მეფემ და დედოფალმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვებმა. ფრანცისკეს დაკრძალვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სოფლიო ლიდერების ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური შეკრება იქნება. ვატიკანის წარმომადგენლები დაკრძალვის სამზადისში დიპლომატიური უხერხულობის თავიდან აცილების გზებსაც განიხილავენ, რადგან ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება 170 საერთაშორისო დელეგაციის განლაგების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. როგორც ეს 2005 წელს პაპ იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა, დელეგაციების წარმომადგენლები არა პოლიტიკური წონის, არამედ ფრანგული ანბანის მიხედვით განლაგდებიან. რაც ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთის გვერდით არისხდებიან, თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, მას ვატიკანში ცერემონიის პარალელურად ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა სურს. ეს ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ. გავრცელებული ცნობებით, ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას განიხილავენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლაც. აღსანიშნავია, რომ პაპის დაკრძალვას არ დაესწრებიან ვლადიმირ პუტინი და ბენიამინ ნეთანიაჰუ, რადგან ორივე ლიდერზე ომის დანაშაულებისთვის საერთაშორისო დაპატიმრების ორდერია გაცემული. შესაბამისად ცერემონიაზე რუსეთს კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა წარმოადგენს, ისრაელს კი სახელმწიფოს ელჩი იტალიაში. პაპი ფრანცისკე, რომელიც 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძალისხმევაში სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობდა. თუმცა ბევრი უკრაინელი მიიჩნევს, რომ ფრანცისკე უკრაინის გარდაჩენისთვის ბრძოლის მნიშვნელობას აკნინებდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში პაპის მიერ მშვიდობის დამყარებისკენ გაკეთებულმა მოწოდებებმა, სადაც იგი უკრაინელებსა და რუსებს ძმებად მოიხსენიებდა, უკრაინაში ვატიკანის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობის პერიოდში პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობის შესახებ მრავალი განცხადება გააკეთა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში თავს არ იდებდა რუსეთის აგრესორად მოხსენიებას. მიუხედავად ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ფაქტი, რომ კიევსა და ვატიკანს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი შენარჩუნდა მაშინ, როდესაც პაპს სრულმასშტაბური ომის დაწყების დღიდან ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია არასდროს ჰქონია, უკრაინა ვატიკანის მეტნაკლებად ჯანსაღ ურთიერთობებზე მიანიშნებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაპ ფრანცისკეს მოწოდებები მშვიდობის შესახებ უკრაინის სხვა მოკავშირეებთან შედარებით მეტად მოზომილი იყო, ეს მიდგომა ეფუძნებოდა რწმენას, რომ ომი კონფლიქტის ნამდვილ გამომწვევ მიზეზებს ვერასდროს აღმოფხრის. პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ, მის საფლავზე მხოლოდ ერთი სიტყვა ფრანცისკე იქნება ამოტვირთული. მორწმუნეები მისი საფლავის მონახულებას კვირას დილიდან შეძლებენ.